რა მაინტერესებს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ბათუმი ქართველებისთვის აღარ არის. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ რუსები არიან ბევრი და ეს ყველაფერი ვიცით, მაგრამ წელს ვიყავი პირველად წასული, ბავშვთან ერთად ისე, რომ ბავშვს უკვე აინტერესებდა რაღაცა სასრიალოები, კარუსელები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და რა ფასებია? მართლა ვერ ხვდები, რაღაცა სხვა განზომილებაში ვცხოვრობ ალბათ, იმიტომ რომ ბულვარში ჩვეულებრივი კარუსელი, სადაც ჯდება ბავშვი და ტრიალებს ამ რაღაცა ცხენებზე და რაღაცეებზე, ღირს 20 ლარიდან. მე როდესაც მივედი, რომ მეკითხა რა ღირს, იმიტომ რომ იქამდე გავიგე ჭორი, რომ ასეთი ფასებია, გადავწყვიტე, რომ 10 ლარი რო ეღიროს, ოკეი, გადამხდელი ვარ თქო. იმიტომ რომ ახლა კარგად ხვდებით მშობლები, რომ ერთი კარუსელით არ შემოიფარგლება საქმე. ხო და მივდივარ უცებ და მესმის დიალოგი. ხალი თხოვს ამ ვიღაცას, ვინც რთავს ამ კარუსელებს, რომ 10 ლარად მაინც გააკატავებ ბავშვსო და ეს რო გავიგე, 10 ლარად მაინც დამაინტერესა რა ღირს და თურმე ღირს 20 ლარიდან. თუ შენ ბავშვს ერთხელ გააკატავებ, იქვე მეორედ უნდა გააკატავო, მე უკვე აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ ორი ბავშვი ყავს ან სამი. 200 ლარად უნდა გავიყვანო ბავშვი ბულვარში? უბრალოდ ვერ ხვდები, რომ თუ გათვლა არის მარტო ტურისტებზე, მაშინ პირდაპირ თქვით მასე. არ ვიცი, მართლა რა მარაზმში აღმოჩნდით უეცრად, მაგას ვერ ხვდები და საერთოდ არ ფიქრობთ მოკლედ ხალხზე. საერთოდ და სანამ ესე გაგრძელდება, ჩვენ შორს ვერ წავავთ. ჯერ პირველ რიგში უნდა იფიქრო შენს ხალხზე და შემდეგ უკვე დანარჩენებზე.